ტაო კლარჯეთი. ეს ისტორიული საქართველოს იმ ნაწილის სამეცნიერო სახელწოდებაა, რომელიც დღეს თურქეთის შემადგენლობაშია და რეალურად მესხეთის ნაწილს, ანუ ზემო ქართლს წარმოადგენს. ეს მხარე გახლდათ სამკვიდრებელი ფარნავაზიანთა სამეფო გვარეულობის ლეგიტიმური მემკვიდრის ბაგრატიონთა დინასტიისა. როდესაც არაბთა კავკასიაში ბატონობის წინააღმდეგ დაუღალავი მებრძოლი ქართლის ერისთავად დადგენილი აშოტ კურაპალატი იძულებული გახდა თბილისსა და შიდა ქართლს გასცლოდა და ოჯახთან და მცირერიცხოვან ჯართან ერთად საბერძნეთში დროებით გადასულიყო, ჯავახეთს მიწევნილი ლტოლვილები დასასვენებლად ფარავნის პირას შეჩერდნენ. ამ დროს მათ არაბები დაესხნენ თავს. აშოტს თავისი კნინი ლაშქრით უფალმა მოსცა ძლევაი მათ ზედა, რაშიც ერისმთავარმა ღვთისნიშანი დაინახა და თავის ძველ სამკვიდრებელში, დასავლეთ მესხეთის სანაპირო თემში დარჩენა გადაწყვიტა. ამ დროიდან იწყება გარეშე მტერთა შემოსევების დროს საყუდლად წოდებული კუთხის აღორძინება. აღორძინებაში ცხადია პირველ რიგში ის უმდიდრესი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრები იგულისხმება ეკლესია მონასტერთა სახით, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. მაგრამ აღორძინებამდე აუცილებელია შევეხოთ იმ პერიოდს, როცა აქ ქართული მოსახლეობა ჟამთავითარების გამო აღარ სახლობდა. ძველი წელთაღრიცხვის მეორე პირველ საუკუნეებში ამ ტერიტორიაზე ხდება სომხური მოსახლეობის ჩამოსახლება, სომხების ექსპანსია ხდება, მაშინ გაძლიერდა სომხური სამეფო და პონტოს სამეფოსთან კავშირში მან მოახერხა ის, რომ წაიღო საქართველოს გარკვეული ნაწილი, მათ შორის როგორც გითხარით, ეს ტაო კლარჯეთის სამეფო. ახლა ამას მოყვა რა თქმა უნდა სომხური მოსახლეობის ჩამოსახლება, ექსპანსია. ამიტომაც იყო, რომ სწორედ აქ სომხური მოსახლეობის გაჩენასთან ერთად გარკვეული სომხური სახელებიც დაფიქსირდა. აქ ეს ეხება იშხანი, მიძნაძორი და სხვა. მაგრამ ძირითადი სახელები მაინც ქართულია. გიორგი მერჩულის ნაწარმოების მიხედვით, განსაკუთრებით გავერანებული ტაოთა მხარე მოახალშენეების დაუღალავი შრომით ისევ აღმდგარა და აყვავებულ ქვეყნად ქცეულა. ტაოთა მხარის მთავარი სასულიერო ცენტრები იმ ეპოქაში ბანა და იშხანი იყო, მათგან ბანა იმიერტაოს საეპისკოპოსო ცენტრი გახდა, ხოლო იშხანი ამიერტაოსი. საეპისკოპოსო ცენტრად, როდესაც არჩევდნენ ამა თუ იმ ადგილს, ძალიან ბევრ რამეს ენიჭებოდა იქ მნიშვნელობა, ვთქვათ, სიძველეს, ტრადიციას, ისტორიულ, გეოგრაფიულ და პოლიტიკურ ფაქტორებს და ასე შემდეგ. და შესაბამისად, ცხადია, ყველა საეპისკოპოსო ცენტრი არის განსაკუთრებული მნიშვნელობის, მაგრამ ამათგან კიდევ გამორჩეული არის იშხანი, რომელიც იყო ტაოს ერთ-ერთი საეპისკოპოსო ცენტრი. საერთოდ ტაოში ორი იყო საეპისკოპოსო, ესეც ძალიან საინტერესოა, რომ უზარმაზარი პროვინცია, ძალიან დიდი მხარეა ტაო და მიუხედავად ამ სიდიდისა, მხოლოდ ორი საეპისკოპოსო იყო იქ ბანისა და იშხნისა. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების მიხედვით, როცა საბერძნეთიდან მომავალ ღირს მამასა და მის დედის დისწულ საბანს, იმავე საბას, გზად ტაოზე გამოუვლიათ, ღვთისგან ეუწყათ კაცთაგან მიუვალ ადგილას მდებარე იშხნის დანგრეული ეკლესიისკენ მიმავალი გზა. და ამასთანავე ისიც, რომ იგი საბას ხელით უნდა აღორძინებულიყო. ტაძრის პოვნით გახარებულ საბანს მაშინვე უნდოდა იშხანში დარჩენა, მაგრამ მოძღვარმა მას ჯერ ხანძთაში დაბრუნება ურჩია. იშხანის მონასტერი თავის დროზე დაარსა მე-7 საუკუნეში, მე-7 საუკუნის პირველ ნახევარში ეროვნებით სომეხმა, მაგრამ ტაოელმა ნერსემ. ნერსე მერე სომხეთის კათალიკოსი გახდა და მართლმადიდებლობის გამო იქნა ისტორიად კათალიკოსობიდან განდევნილი და გადაგდებული. ძალიან ფართი აღმშენებლობითი მუშაობა ჩაატარა ამ ნერსემ სომხეთში, ხოთაშორის იქ ეჩმიადინის სიახლოვეს ააშენა მღვიძარეთა მონასტერი დვინში და კიდე სხვა ეკლესიები. არსად ხოთაშორის არც ერთ სომხურ წყაროში არ არის მითითებული, რომ მას აქვს ეს მართლმადიდებლური ტაძარი იშხანის საქართველოში აშენებული. ქართული წყაროები არ მალავენ ამას. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშიც არის ეს მითითებული და სხვა წყაროებშიც. აი ესეც სწორედ ქართული წყაროების ობიექტურობაზე მიუთითებს. მე-8 საუკუნის ბოლოდან
უკვე ქართველები საბოლოოდ იბრუნებენ ტაოს, ეს უნდა უკავშირდებოდეს აშოტ კურაპალატის ქართლიდან სამხრეთ საქართველოში გადასვლას. კლარჯეთი იყო მისი ცენტრი, მაგრამ ტაოზეც გაავრცელა კონტროლი და მისმა მემკვიდრეებმა კიდევ უფრო გაიფართოვეს სამფლობელოები და ბრუნდება ქართული, ასე ვთქვათ, კულტურული და საეკლესიო გავლენის პერიოდი. შეიძლება ითქვას, რომ საეკლესიო გავლენა ალბათ მანამდეც იყო, ვინაიდან ტაომ აირჩია უფრო ქალკედონური, დიოფიზიტური გზა და ამ გზით მოწყდა სომხურ ეკლესიას. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ უკან დაბრუნებულებს აშოტ კურაპალატი გარდაცვლილი დახვდათ და ეს 826 წელს მომხდარა, ჩვენ იშხნის ტაძრის საბასმიერი აღმშენებლობის დაწყების განსაზღვრაც შეგვიძლია. მე-19 საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს აშენდა იშხნის მონასტერი, დასრულდა ალბათ მისი მშენებლობა. სხვადასხვა საბანმა ისიც გაითვალისწინა დამსახურება სომეხი ეპისკოპოსის ნერსესი და ის ფრაგმენტი, რაც იქ იყო დარჩენილი, კერძოდ კოლონადა არის მრგვალი, სვეტებისაგან არის გაკეთებული მრგვალი კოლონადა საკურთხევლის ადგილას. და ისე დააგეგმარეს ეკლესია, რომელს კოლონადა იქნა შენარჩუნებული ნერსეს სახელის უკდავსაღობად. ჩემი დაკვირვებით და მე როდესაც ეს გაუზიარე რამდენიმე კოლეგას, მათაც ჰქონდათ მსგავსი აზრი და ისინიც დამეთანხმდნენ, რომ ეს საკურთხეველი არ უნდა იყოს ნერსესეული პერიოდისა. შესაძლოა საბამ გამოიყენა გეგმა, ასე ვთქვათ, ძველი ტაძრის საკურთხევლის გეგმა და ხელახლა იგივე გეგმის მიხედვით ააგო, ანუ გადააწყო ის ძველი ფრაგმენტები. ეს ჩანს იქიდან, რომ თუ დავაკვირდებით იშხნის ტაძარს და იშხნის ტაძარი ძალიან ბევრჯერ არის გადაკეთებული და ფენებად, ასე ვთქვათ, გავიაზრებთ, რომ როდის რა იყო მიშენებული და გადაკეთებული, მივალ დასკვნამდე, რომ ძველი საკურთხეველი დაახლოებით უნდა ყოფილიყო დღეს, სადაც გუმბათის ქვემო სივრცეა. ანუ ოდნავ უფრო დასავლეთით უნდა ყოფილიყო ძველი საკურთხეველი. ეს ცოტა რთული საკითხია, ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ საბამ ან მთლიანად დააშენა, ან დიდწილად მთლიანად დააშენა ტაძარი და ტაძრის დღევანდელი, რაც არის შემორჩენილი ტაძარი, მისი გარკვეული ნაწილები არის მე-19 საუკუნეში. იშხანში მე-10 საუკუნეშიც ჩატარებულა აღდგენითი სამუშაოები, რასაც ჩრდილოეთის კედელზე არსებული ფრესკული წარწერიდან ვგებულობთ, რომელიც დღეს აღარ არსებობს. რომ არა ექვთიმე-თაყაიშვილის ის ექსპედიცია, ალბათ არც არაფერი არ შემოგრჩებოდა, უბრალოდ უამრავი რამე არ შემოგრჩებოდა ტაო-კლარჯეთის იგივე იშხნის და თქვა ოშკის ტაძრებიდან. ექვთიმე-თაყაიშვილმა ზუსტად მოასწორეს, აი პირველი მსოფლიო ომის დროს, როდესაც რუსეთის ჯარმა განდევნა თურქები იქიდან და ეს მხარე განთავისუფლდა, სასწრაფოდ იზრუნა იმისთვის, რომ მოეწყო ექსპედიცია. აღინიშნოს ვახტანგ ჯობაძე კიდევ, რომელმაც თავის ნაშრომში ადრეული შუა საუკუნეების ისტორიული მონასტრები ტაოში, კლარჯეთსა და შავშეთში გამოკვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა ინგლისურ ენაზე, ჯერ შემდეგ ითარგმნა და ქართულად გამოქვეყნდა, ძალიან დიდი ადგილი დაუთმოდა საგანგებო ყურადღებამ იშხნის ტაძარს. ასევე უნდა აღინიშნოს სხვათა შორის თურქი მეცნიერი მინე ქადიროღლუ, რომელიც ფაქტობრივად არის პირველი თურქი მკვლევარი, რომელმაც დაიწყო ობიექტურად შესწავლა ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლებისა. აღმშენებლობის შემდეგი ეტაპი უკავშირდება გეორგი პირველის მეფობას, როცა იშხანს გამორჩეული არქიტექტურის კარიბჭე მიაშენეს სამხრეთის მხრიდან. ამასაც შესაბამისი წარწერიდან ვგებულობთ. ექვთიმე-თაყაიშვილი ძალიან ზუსტად ათარიღებს 954-955 წლებით. სტრიქონები არის აი ასე წრიულად და ნახევარწრეში და ეს ნელ-ნელა ეს სტრიქონები პატარავდება. წარწერიდან ვიგებთ, რომ მეფე გიორგის დროს მიუშენებიათ ეს კარიბჭე. ექვთიმე-თაყაიშვილი არ ყვევს, რომ ეს გიორგი მეფე უნდა იყოს გიორგი პირველი და არა გიორგი მეორე. ეხლა შემდგომ იშხნელი ეპისკოპოსები, ვინც ყავს ჩვენ და ვინც ვიცით რა, მათი მოღვაწეობა.
ეს არის ილარიონი არის შემდგომ, ესაც მე-10 საუკუნის მოღვაწეა სხვადასხვა ეს ილარიონი. მას ილარიონ იშხნელი, მას აქვს საწინამძღვრე ჯვარი, იშხნის საწინამძღვრე ჯვარი მოჭედილი, ბრწყინვალე ის არის ნიმუში ხელოვნების, რომელიც ახლა ხელოვნების ჩვენ მუზეუმში ინახება. ასევე ერთ-ერთი ხელნაწერის მომგებელია ის და ამიტომ აქ იხსენიება ხელნაწერის მინაწერებში იხსენიება ის როგორც მომგებელი. ჯვრის პირზე ჰორიზონტალური კლავე, ორივე ჰორიზონტალურ კლავზე განაწილებული იყო სევადით შესრულებული საყდიდორო წარწერა იშხნისათვის ილარიონს შექმნა, ვინ გამოახვას შემცაჩვენებელ არსს. ხოლო ჯვრის ზურგზე უაღრესად საინტერესო წარწერაა შემდეგი შინაარსის ასევე სევადით შესრულებული ძელო ცხოვრებისაო წილამძღვარ და მფარველ ექმენ ილარიონ ეპისკოპოსსა ქრისტე ადიდემეფენი ჩვენი და ერი მათი დაიფარე ამინ ქრონიკონ იყო რუჟუგუ შესაბამება 973 წელს. იშხნის არსებობაში მნიშვნელოვანია მე-11 საუკუნის 30-იანი წლები, როცა ტაძარმა ის სახე მიიღო, რომლითაც ჩვენამდე მოაღწია. ეს ის ბედნიერი შემთხვევა, როდესაც ხუროთმოძღვრის ვინაობაც ვიცით, იოანე მორჩაის ძე იხსენიება წარწერებში, მისი ხელით მოხდა ესა. იხსენიება ანტონ იშხნელი, ანტონი მთავარეპისკოპოსი, რომელიც ალბათ არის ერთ-ერთი მოთავე სწორედ და ინიციატორი ამ მშენებლობისა და რეკონსტრუქციისა. ამ დროს საფიქრებელია მოხდა ცოტა უფრო გაზრდა კიდევ ტაძრისა და რაც მთავარია შეიმოსა იმ პერანგით, რომელიც დღეს აქვს არაჩვეულებრივი ქვარი გამოყენებული ესეთი ძალიან თბილი ფერის, რომელიც ყველა დაკვირვებულა ალბათ ვინც რამდენჯერმე არის იშხანში ნამყოფი, რომ ფერსაც იცვლის ამინდის მიხედვით, გამოსხივების მიხედვით. ძირითადი და მთავარი ნაწილი იშხნის ტაძრისა სწორედ ამ დროს მე-11 საუკუნის დასაწყისშია მოხატული. ეს ტაო-კლარჯეთის დიდი აღმავლობის ხანაა. ბაგრატიონთა ოჯახის დიდი წარმომადგენლების პოლიტიკურ და კულტურულ მოღვაწეობას წინ უსწრებდა ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელის სამონასტრო ცხოვრება, რომელმაც ბიძგი მისცა ყველა თვალსაზრისით უდიდეს აღმავლობას საქართველოს ისტორიაში. საქართველოში ერთდროულად აი ამ მთლიანობისა, მისი მხატვრული მოღვაწეობის განსაკუთრებით აი ამ პერიოდში მე-9, მე-10, მე-12 და მე-13 საუკუნეებში მაინც გამოიყოფა როგორც ხუროთმოძღვრებაში, ასევე ფერწერაში აი განსაკუთრებული ფერწერული სკოლები, მაგალითად სვანეთის, დავით გარეჯის, დედაქალაქურის, აი ტაო-კლარჯეთის მათ შორის. და იშხნის მოხატულობა ერთ-ერთი მარგალიტი არის აი ამ ფერწერული სკოლისა. დღესდღეობით ცხადია ის საკმაოდ შელახული სახით არის დარჩენილი, ძალიან ბევრი გამოსახულება დაკარგული არის. იშხნის კედლის მხატვრობაზე საუბრისას პირველ რიგში თვალწინ წარმოგვიდგება გუმბათის მოხატულობა, რომელიც სრულიად გამორჩეულია თავისი სიდიადითა და სინათებით. გუმბათში გამოსახულია ჯვრის დიდება, ჯვრის ამაღლების იკონოგრაფიული ტიპით. ხლა ეს უნდა ითქვას, რომ საერთოდ ქართულ კედლის მხატვრობას შუა საუკუნეების ახასიათებს, ეს ბევრი რამით აიხსნება, თუნდაც იერუსალიმურ ტრადიციასთან სიახლოვით და ალბათ ისევ ჩვენ ისტორიას თუ დაუკავშირებთ, მცხეთის თავზე გამოჩინებული ჯვრის აი ამ თემით, რომელიც სწორედ საქართველოში ქრისტიანობის დამკვიდრებას ეხება და რაღაც როგორც საკუთარი ისტორიის განცდის ასახვა. თუმცა ხო გეუბნებით, ხა ეს არ არის რაღაცა გამონაკლისი ქრისტიანულ კულტურაში. მაგრამ გამონაკლისია თავისი მხატვრული გადაწყვეტით, სრულიად წარმოუდგენელი და მართლაც აი თითქმის ენით აღუწერელი სრულყოფილება, დახვეწილობა, სიდიადე, ფერთა სინარნარე, აი აქ ლურჯ ძალიან ლამაზ ლაჟვარდის ფონზე არის წარმოდგენილი დიდებაში გამოსახული ტომკლავა ჯვარი ძვირფასი ქვებით შემკული, აი ამ დიდებასაც რაღაც შრეებად აქვს ეს ნათება. პერიმეტრზე გუმბათის სფერო, ნახევარ სფეროსი წარმოდგენილი არის მართლა ძალიან იშვიათი
გამოსახულება 4 ეტლი, ცხენებშებული ეტლი, რომელსაც მოკლე ტუნიკებში გამოსახული მეეტლეები მიერეკებიან, რომელიც წარწერა, ბატონმა ექვთიმემ წაიკითხა თავის დროზე, ზაქარიას ხილვიდან არის აღებული ეს ტექსტი და რაც ცხადია, ეს მეორედ მოსვლის წინა უწყება არის, იმიტომ რომ აი მათეს სახარების აღწერას ემთხვევა ბევრ ნაწილში და წინასწარმეტყველებს მათ შორის ზაქარიას ხილვის აღწერას. ხელოვნებათმცოდნეები მეორედ მოსვლისა და მაცხოვრის განკაცების ამ თეოლოგიური ცოდნის მომცველ ანალოგს ვერ ასახელებენ მსოფლიო მასშტაბით. არსებობს ასეთი წყარო ხელმწიფის კარის გარიგება განგება დარბაზობისა, სადაც ჩანს მღვდელმთავართა რიგი და პატივი. დღეს ეს ჩვენ აღარ აგვაქვს ჩვენს ეკლესიაში, ასე ვთქვათ, ყველა თანაბარია, ყველა მღვდელმთავარი მაშინაც თანაბარი იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც იყო ერთგვარი იერარქიას ვერ ვიტყვით, მაგრამ გარკვეული პატივის მიხედვით იყო განსხვავება. მაგალითად, გამორჩეული იყო ჭყონდიდის კათედრა, ის პირველი საეპისკოპოსი იყო ფაქტიურად კათალიკოსის მერე პატივით ჭყონდიდელი სარგებლობდა და ესე რიგით მოდიოდა და ასე ვთქვათ, მოწინავეთა შორის იყო იშხნის კათედრაც. როდესაც მეფედ კურთხევა ხდება, რა? მეფეს მარჯვენა მხარეს უდგას კათალიკოსი, მარცხენა მხარეს ჭყონდიდელი და თუ ჭყონდიდელი არ იყოს, მისი მოვალეობა, აი მეფე როდესაც შეყავთ ტაძარში და გამოდის ტაძრიდან, ეს უნდა შეასრულოს იშხნელმა ეპისკოპოსმა. როდესაც ეპისკოპოსები მიდიან მეფესთან, მეფემ ფეხზე დგებოდა კათალიკოს მხარზე ამბორებოდა და კათალიკოსი მის მარჯვნივ დადგებოდა. ჭყონდიდამ წინაბართუხუცესთვისაც ფეხზე დგებოდა. და აი ერთადერთი გამონაკლისი ეპისკოპოსებში არის იშხნელისთვის დაშვებული, რომ იშხნელისთვის უნდა ადგეს ფეხზე და 2-3 ბიჯიო, ანუ 2-3 ნაბიჯი გადადგას და სხვისთვის ნუ დაიძვრისო წერია. გამიგეთ?